ქართული კინოს მშვენიერების სიმბოლოზე უნდა ვისაუბროთ. საუბარია იმ ფაქტის შესახებ, რომ სწორედ მისი სახე გამოიყენეს ცნობილმა ქართულმა მხატვრებმა მე-20 საუკუნეში, როდესაც თამარ მეფის პორტრეტს ქმნიდნენ. ეს არა ფრესკა, არამედ უკვე მე-20 საუკუნის პორტრეტი, როდესაც თამარის მამა მოდესაში გერმანელი ქალი გაიცნო და მასზე იქორწინა. 1908 წლის 19 დეკემბერს შეეძინათ ქალიშვილი და როდესაც გოგონას თამარს არ ქმნიდნენ, მაშინ ვერაფრით ვერ წარმოიდგენდნენ, რომ გავიდოდა დრო და აი ამ გოგონას სახით იხელმძღვანელებდა პოეტი ქეთევან მაღალაშვილი. საუბარია ქართულ კინოვარსკვლავზე, თამარ ციციშვილზე. ულამაზესი ქალბატონი. ულამაზესი, მართლა ნატიფი, აი რენესანსიდან მოსული ქართული სილამაზე თუ შეგვიძლია ვთქვა და ქეთევან მაღალაშვილს არც მეტი არც ნაკლები სიმონ ჯანაშიამ ისტორიის მუზეუმისთვის დაუკვეთა უკვე თანამედროვე პორტრეტი თამარ მეფის და თურმე ქალბატონი ქეთო ეუბნებოდა, რომ თამარაო, შენ რო იცოდე ესო შენი სახეაო, მე შენს პორტრეტს ვქმნიდიო, როდესაც აი ზუსტად ეს სკოლაშიც კი როცა გვისწავლია, ეს ფოტო იყო დატანილი და ეხლა ჩვენ ვხედავთ ფოტოს ქალბატონი თამარის ოჯახთან ერთად, მის შვილებთან ერთად და მეუღლესთან და თამარ ციციშვილის მეუღლე გახდათ დიმიტრი გედევანიშვილი, რომლის სიყვარულის ისტორია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თბილისში ბევრს ალაპარაკებდა. ის პროფესიით ექიმი იყო და როდესაც თამარ ციციშვილს ოპერაცია დაჭირდა აპენდიციტის ბრმანაწლავის, როგორც ვეძახით ხოლმე, მივიდა და კლინიკაში 18 წლის ასაკში გაიცნო ეს ახალგაზრდა ძალიან პერსპექტიული ექიმი, რომლის მამაც სხვათა შორის იყო ილია ჭავჭავაძის მეგობარი, მისი თანამედროვე და სწორედ თამარ ციციშვილის მამამთილმა მაშინ ჩამოიტანა რენტგენის პირველი აპარატი, რაც მარტო საქართველოში კი არა, მთელს რუსეთის იმპერიაში. საბჭოთა კავშირში ძალიან პრობლემური იყო. კი და აი სწორედ თბილისში აი ამ ოჯახიდან გამომდინარე გქონდა პირველი რენტგენის აპარატი, რაც იყო ძალიან დიდი მიღწევა. მოიცა რომანტიკული ჩანართი არ გამოხდოთ, ეს იყო პაციენტის და ექიმის სიყვარული. კი, პაციენტის და ექიმის სიყვარული და 28 წლის ასაკში ქართულ კინოში დაიბადა ახალი ვარსკვლავი თამარ ციციშვილი. პირველი ვარსკვლავი ქართული კინოს ნატო ვაჩნაძე მაშინ იყო მისი მეუღლის ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში დაკავებული და სჭირდებოდა სწორედ აი ესეთი ნატიფი არაჩვეულებრივი სილამაზე ეკრანზე, რომელსაც შეეძლო დრამატული შტრიხებით შეეძინა ამ სახეში და ის სიმღერა, რომ დარიკოვარ გლეხის ქალი აი მთელ საქართველოში როგორ ჟღერდა, იმიტომ რომ ეს ფილმი გადიოდა ყველგან, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. პირველი ფილმი იყო თამარის თუ კი, ეს იყო პირველი ფილმი თამარ ციციშვილის. ისტორიის მუზეუმში მუშაობდა, ფოტოებს უღებდა, სხვადასხვა ძეგლებს ექსპედიციაში დადიოდა. ფილოლოგიური ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და მუშაობდა მუზეუმში და აი ესე დაინახეს, მოეწონათ კინოსთვის შეარჩიეს და ეს თავადის ქალი გლეხის როლში რო გამოჩნდა, ამას მიუძღვნა გიორგი ლეონიძემ ლექსი და მე მინდა ვთხოვო ჩვენს უბადლო შემსრულებელს, ჩვენს ლევანს. აგერ არის ეს ლექსი. სხვათა შორის ამ ლექსს სანამ წავიკითხავ ჩემო ზაკ, შენ მხატვრობაზე საუბრობდი, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნახატული მისი პორტრეტი და უნდა აღვნიშნოთ, რომ რეჟისორ რობერ სტურუას მამა, დიდი რობერ სტურუა მოგეხსენებათ, მხატვარი იყო, მისი მოხატული ასე ვთქვათ, აი ულამაზესი, უსაყვარლესი ჩემთვის ჭიათურის თეატრი და სწორედ მასაც აქვს დახატული თამარ ციციშვილის პორტრეტი. და სხვათა შორის ერთი რამე რაღაცა უნდა მოგიყვეთ ახლა. ამ ლექსს ავიკითხავ ახლა ცოტა ხანში. ოღონდ მაყურებელსაც ვეუბნები, არსად არ თქვათ ისეთი კულუარული ამბავია. მე მგონი აქამდე არსად არ მოყოლილა ის, რასაც ლევანი ახლა შუადღეს. გუში მქონდა რეპეტიცია მეფხისტყაოსნის ჩვეულებრივად ბატონ რობერტთან და ჩამოვარდა საუბარი რაღაცა თამარ მეფეზე, რაღაც სილამაზეზე და რაღაცაზე ვახსენე, სხვათა შორის ხვალ შუადღეში მეთქი თამარ ციციშვილზე საუბარი. ბიჭო, თამარა გოგო, მაგარი გოგო, ბიჭო, ჩემი მეზობელი იყო. ხო და ნუ აბა მე ვთქვი კურს რა უნდა და ბნელი ღამეო რა და მე ვთქვი რამე მითხარი რანაირად თქო და რა თურმე ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ, აი როგორც ყველა აღნიშნავს, რაღაცა ეს არ იყო გარეგნული სილამაზე, მარიამ თურმე რაღაც, ეს იყო შინაგანი ის სილამაზე, რომელსაც მხოლოდ ბუნება
აძლევს ადამიანს და ეს უნდა გქონდეს. ამას ვერ შეიძენ, ვერ გალამაზდები, ეს ან გაქვს, ან არ გაქვს და რა თქმა უნდა გარეგნულად ემატებოდა ამას ულამაზესი ნაკვთების შემდეგ და აი საოცრება დადიოდა მოკლედ და ქართული არისტოკრატიის სახელი. კი, ნამდვილად შეგვიძლია ასე ვთქვათ და ერთი რამე გაგვიმხილა, ისე ვთქვათ, არსად არ ვთქვათ. ულამაზესი ქალიშვილი ყავდა თურმე ქალბატონ დიმიტრის და ქალბატონ თამარას მანანა გედევანიშვილი და რაც სიმპათიები მქონდა მე მოგოსი ახალგაზრდობაში თურმე მოსწონდა მაგრამ ციტირებ თვითონვე თქვა მე ცოტა ჩემ გარეგნობა სკეპტიკურად უყურებდიო და ვერც კი შევკადრეო რომ გამომეხატა ეს სიმპათია ძალიან დიდი სიყვარული აი მე იმ თაობის ადამიანებს ვისგანაც კი შეიძლება თამარ ციციშვილი ვისთანაც შეიძლება ახსენო თამარ ციციშვილის სახელი აი ყველა საუბრობს არა მარტო სილამაზეზე არამედ ბუნების სილამაზე მის ხასიათის სილამაზე და თვისებები ეს მოულენა რა ეს ქალბატონი მე მგონი და მადლობა ლევან აი ესე რომ ლექსი დავაგვირგვინოთ ეს სილამაზე ისტორია რომ გაიხსენე დღეში თუ მოისმეს მაყურებელი და მადლობა თუმც გლეხურ ჩიჩის იმალება მაინც მიაგნებს პოეტის თვალი ზდგას სილამაზის გაბწყინვალება ხელში დამბაჩით თავადის ქალი რა მაგარი სიტყვებია ძალიან მაგარი როცა სიკო დოლიძის ფილმში ითამაშა მართლა ეს ლექსი და ეს ისტორია ყველამ განსაკუთრებულად ყველა აღნიშნავდა გამოყოფდა რომ თავარ ციციშვილმა რეალურად თავადის ქალმა აქ გლეხის ქალი განასახიერა და მაშინ ეს კინო რა თქმა უნდა იყო ეს მასობრივი ხელოვნება ყველგან გადიოდა იმაზე ბევრად უფრო ძლიერი იყო ვიდრე დღეს არის თქვა კინემატოგრაფი იმიტომ რომ არ იყო სხვა საშუალებები და ანუ ადამიანი მართლა ერთ დღეში ხდებოდა ვარსკვლავი თუმცა აი რომანტიკას და მუზაზე როცა ვსაუბრობთ ბევრი საუბრობდა იმაზე რომ პოეტ გიორგი ლეონიძის მუზა იყო სწორედ თამარ ციციშვილი და ლექსების მთელი ციკლი აქვს მისდამი მიძღვნილი მხოლოდ ეს ერთი ლექსი არ არის მაგრამ ზოგში პირდაპირ ზოგში შეფარვით აი სწორედ თამარის სახელი ირეკლებოდა მეორე ლექსი აი ეს შეგვიძლია ხა უთხრათ მაყურებელს აი დააკვირდით მე დავრჩენილ ვარ შენი ამარი ვიძღვის ამარი არის თოლია ძვირფასო შენი შუბლი მარმარი რამდენ ოცნებას დაუთოვლია აი თამარს ერითმება ყველაფერი ამარი თამარი და თან თოლია სწორედ თურმე თამარ ციციშვილს ესე ეძახდნენ მეგობრები ზედმეტ სახელად და აი ეს მიძღვნაც მის მიმართ არის და ძალიან კარგია ის რომ აი მარიამ ახსენა ქართული არისტოკრატიისო სახე იყო თამარ ციციშვილიო და ხშირად იხსენებენ ხოლმე როცა 27 წელს დეკადაზე მოხვდნენ მოსკოვში ქართველი ხელოვანები თამარ ციციშვილი და ნატო ვაჩნაძე იყვნენ ერთ ლოჟაში და იქ რო შევიდა ბელადი დაჯდა ამათ შორის და თქვა თურმე რომ ძლივს არ აღმოჩნდიო ნამდვილ თავადებშიო ქართველ არისტოკრატებშიო ეს გლეხის შვილიო მაგრამ სამწუხაროდ აი მარტო ამ ისტორიას იხსენებენ ხოლმე თამარ ციციშვილთან დაკავშირებით კრემლს როცა ახსენებენ და ბევრმა ადამიანმა არ იცის ერთი ისტორიის შესახებ 27 წელს თამარ ციციშვილი თურმე გარდა გარეგნული მშვენიერების არაჩვეულებრივად ცეკვავდა ჯანო ბაგრატიონთან ერთად ასრულებდა ქართულს და ლონდონში უნდა წასულიყვნენ ისინი და ქართული ეცეკვათ და ემზადებოდნენ აი ამ ნომრით და მანამდე წავიდნენ მოსკოვში 27 წელს დეკადაზე და იქ იყო მთელი ქართული კულტურის წარმომადგენლები, იქ იყვნენ მომღერლები, მოცეკვავები, კინო თუ თეატრის მსახიობები და იქ იყო ჩვენი ლეგენდარული კახი კავსაძის ბაბუის, სანდრო კავსაძის ცნობილი გუნდი, რომლებმაც რომ იმღერეს თურმე სტალინმა უთხრა რომ რაღაცო ვერ მღერისო შენი გუნდიო, არ არისო ფორმაშიო და რა ხდებაო? და თურმე არის დუმილი, დგანან მომღერლები, მსახიობებიც იქ რო ყველა არის სამარისებრი სიჩუმე და თამარ ციციშვილმა ერთადერთმა იქ მყოფმა აიმაღლა ხმა და თქვა ასეთი რაღაც რომ ამათო ორი მომღერალი დაუჭირესო რამდენიმე დღის წინ არ არსებობს რას ლაპარაკობ ეს გუნდი განიცდისო თურმე სტალინს უკითხავს გვარები ვინ არიანო ეს ორი ადამიანიო და აი მე თამარ ციციშვილი იხსენებდა რომ ეს რო თქვიო სანამ გვარებს ვიტყოდიო აი ბერია სათვალის ეს ლიც-ლიცმაო მომჭრა თვალებს მიბრიალებდაო და იმის დაჭერილი იყო შუქს ელავდაო რომ მე არ მეთქვაო გვარები და თამარ ციციშვილმა უთხრა ორი გვარი აი მე ამოვიწერე ესენი იყვნენ ჭედლიშვილი და ჯიღაური ეს ორი ადამიანი ბელადმა ჩაიწერა თავის წითელ ბლოკნოტში ამის გვარები
და გაათავისუფლეს. წარმოიდგინე, ორ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა თამარ ციციშვილმა და მე რო დაბრუნდნენ საქართველოში უკვე რამდენიმე თვის შემდეგ კავსაძის დასმა გუნდმა, სასიმღერო გუნდმა მოიწვია კონცერტზე თამარ ციციშვილი და იქ დარბაზში ესწრებოდა და კონცერტის ბოლოს სცენაზე მიიხმეს ის და თურმე ქალბატონი თამარი რომ ავიდა სცენაზე ამ ორმა კაცმა დაუჩოქა და კაბის კალთას ეამბორა და ასე გამოხატა და ჩვენ ახლა რამდენი ფილმი გვიყვარს ჰოლივუდის ხო თუნდაც ეს შინდლერის სიის თავარი პოსტულატი რომ ვინც ერთ ადამიანს გადაარჩენს ის გადაარჩენს თელ სამყაროს და შორეულ ჰოლივუდში რო არ ვეძებოთ ამის მაგალითები აგერ აქ გქონდა საქართველოში და ესეთი მშვენიერი ქალი გვაძლევდა ამის მაგალითს რომ მან ორი ადამიანი ტოტალიტარიზმის აღზევების ხანაში გამოსტაცა აი ამ სისტემას. საოცარი ისტორია მოყევე ახლა შენ, იმიტომ რომ ეს ვინც არის ეს რას ნიშნავს იმ პერიოდში ასეთი რამის თქმა, ეს სიცოცხლის გარისკოა, საკუთარი სიცოცხლის გარისკო. მონანიება გამახსენდა სხვათა შორის ახლა ფილმი არაჩვეულებრივად თამაშობს იმ სცენას.